Psიქოემოციურ ფონზე მიღებული დანაშაულებრივი ნაბიჯი თუ იძულება, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. Კონკრეტულად ეს დანაშაული, რომელიც 24 საათში დგება შემმშობერობის შემდგომ, ცალკე კატეგორიაა დანაშაულებში, ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან დიდი წვლილი არის ნეიროფიზიოლოგიური მდგომარეობის და არა თქვათ განზრახვის. Psიქოლოგი ნინა გოგოხია უკვე წლებია მუშაობს ქალებთან, რომლებსაც შესაძლოა კანონთან პრობლემები ჰქონდეთ. მის პაციენტებს შორის ყოფილან ისეთებიც, რომლებიც სასჯელს სწორედ შვილის მკვლელობისთვის იხდიან. Psიქოლოგი გვიყვება, თუ რა შეიძლება ვითარდებოდეს ადამიანის გონებაში, როცა ის მსგავს დანაშაულზე მიდის. Მიმსჯელოთ, რომ შეეძლო, ხო, რა მის თქმა, ზუსტადაც შეიძლება არ შეეძლო და იქ შეიძლება ფემიციდი დადგეს, როდესაც იგებ, რომ ორსულად არის შენი ოჯახის წევრი და შენთვის კულტურულად მიუღებელია ორსულობა და ის კი არა რომ ხარდაჭერა და ხარში დავდგეთ ჩვენ კულტურაში პირიქით ხო ანუ პატრიარქატის კონტექსტი ისე რომ ხალე ესე არასასურველ ბავშვს არაჩენს და ვერაჩენს და ეს არის მიღებული ნორმა და არა ის რომ ჩვენ ხარში დავდგეთ. ეხლაც კი განვიკითხავთ რომ რატომ არ მიმართა, მაგრამ ვის როცა არ ყავს ეს გარემო, ზუსტად ეს იწვევს ამ ქცევას და რომ ყოლა და ის ვისაც ვთქვათ დახმარების ხელის გამოწვევა შეეძლო, რა თქმა უნდა, ეს შედეგიც არ დადგება.